დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ანუ 1991 წლის 9 აპრილიდან დამოუკიდებელ საქართველოს რამდენიმე ათეული განათლების მინისტრი ყოლია. ზვიადის დროსაც იყვნენ 1 თუ 2, შევარდაძის დროსაც იყვნენ 5-6, არ მახსოვს რამდენი განათლების მინისტრი. სააკაშვილის დროსაც იყო, რა ვიცი, 4-5-6 განათლების მინისტრი, შესაძლოა 3, არა აქვს ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა. და ივანიშვილის დროსაც 2012-დან 2025-მდე 26 წელი, რადგან უკვე განათლების სისტემას ხელმძღვანელობდა ესა თუ ის პირი. რომ გავიხსენო, ვერ გამახსენდება საუკეთესო განათლების საუკეთესო მინისტრი. 1-2-ის მიმართ გასაკვირველია მაქვს პატივისცემა, 3-4-ის მიმართ მეთქი მაქსიმუმ ვიტყვი, მაგრამ დანარჩენი უხეშად 12-14 პერსონა არც მახსენდება, გვარებიც კი არ მახსენდება. კახალომაია იყო განათლების მინისტრი მიშას დროს, სააკაშვილის დროს. თუ საუკეთესო ვინმე შეიძლება ეწოდოს აი ამ ბევრი მინისტრიდან ვინმე ერთს, სწორედაც კახალომაია, რომლის დროსაც ასე მაგალითად უნივერსიტეტების ავტონომიურობა გახდა შესაძლებელი. ასე მაგალითად შეიქმნა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი და სისტემა. ასე მაგალითად სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც კი არა თუ კერძო უნივერსიტეტებში არ ერეოდა, ან ნაკლებად ერეოდა სახელმწიფო. მათ შორის პროგრამების შექმნაში, მათ შორის სახელმძღვანელოების შექმნაში, სილაბუსებში მაგალითად და ასე შემდეგ. ჩვენი განათლების სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ის უხეშად 2-3-5 წელი რომ არ ყოფილიყო ისეთი როგორიც იყო, როდესაც მეცნიერების პროფესორების დაფასება დაიწყო და სწორი პროგრამები შედგა, გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, აი რანკინგი რო აქვს, სოფლიო რაღაც რეიტინგი, ხო, ხანდახან მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ არ ვწდები და ნამდვილად არ ვწდები, ასევე ილიას უნივერსიტეტი თუ არ ვწდები და არ ვწდები, ისინი მოხვდებიან ხოლმე 1000-ეულში თუ 2000-ეულში. და ძალიან კარგია. რასაკვირველია, ძალიან კარგია. ასევე საქართველოს სწორედ იმ დამსახურებით, იმ ძველი დამსახურებით გახდა, გაგიკვირდებათ და განათლების ექსპორტიორი. ჯერ ხო გამცემი და მე ექსპორტიორი სახელმწიფო. რო გვეშლება თქვენ, მე რამეშლება, ბევრ თქვენგანს რო ეშლება ნერები, რამდენი ინდოელი სტუდენტი არის ჩვენთან სამედიცინო უნივერსიტეტში. ეს ინდოელები ჯერ ერთი ფულს ხარჯავენ და მე მეორე ბრუნდებიან საკუთარი მოსახლეებში აქ მიღებული განათლებით. და ეს ძალიან კარგია. თუ სახელმწიფოებრივად შევხედავთ ამ საკითხს. ნეტავი ბევრ სფეროში ვიყოთ ჩვენ რაღაცის ექსპორტიორი. რაღაცა გაგქონდეს, ამ შემთხვევაში განათლება, აქ მიღებული განათლება გაგვაქვს გარეთ. და ჩვენ ქვეყანა დიდრდება რა სიტყვაა, მაგრამ შემოსავალი აქედანაც აქვს. მაგრამ ახლა ამ თემაზე არ ვისაუბრებ. ბიზინა ივანიშვილი გაუნათლებელი კაცია. ერთხელ მოყოლილი მაქვს, რომ მე სრულიად შემთხვევით მის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდი აქსოლოგის ქედზე, რომ ის აქვს სასახლე. ერთ-ერთი იაპონელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული და მე თავად შეცვალა ეს პროექტი, რომ ვიცოდეთ მაინც ნაწილი ამ პროექტისა. მოკლედ ამ შენობის, ამ ბიზნეს ცენტრის თუ სახლის თუ სასახლის, ახლა რო ცოტა გაუბედურებულ მდგომარეობაში ედრო ჭორვილაში კი არა, აბასთუმანში გადაბარგდა ოლიგარქი. ამ შენობის ბიბლიოთეკაში ვარ დამყოფი და გაუნათლებლობის დასტური არის ის, რომ მე როდესაც თაროებიდან ჩამოვიღე წიგნები, ხო, შემხვდა არა რომელიმე სერიოზული მეცნიერის ან წერლის რომელიმე ნაწარმოები ან მეცნიერის რომელიმე ნაშრომი. არამედ ისე როგორც ჩასკითხულობს მართლა. ისეთი სათაურის მიხედვით ავტორები არ მახსოვს. სათაურის მიხედვითაც ისეთი მდაბიო ნაწარმოებები თუ ნაშრომები, რომლებიც წესიერმა კაცმა არ უნდა წაიკითხოს, მე კი არა, მე არ მოუწოდებ არავის ციგნის დაწვისაკენ, ცხადია, მაგრამ жизнь после смерти რუსულები იყო უბრალოდ შემთხვევაში. რაღაც პალნალუნიე, ანუ სავსემთვარეობა და კრიკ ვოლჩი თუ ვოლჩი კრიკ, ანუ გელის ხმუილი, ხმუილი და ასე შემდეგ. ამგვარ რაღაცებს ეცნობა.
ოღონდ ბიზნეს მიაჩნდა და მიაჩნია და ყოველთვის ასე მიიჩნევს რომ სამყაროს არა თუ საქართველოს არამედ სამყაროს ჭიპია ყველაზე ჭკვიანია მე არ ვეთანხმები ნიჩეს თუ ნიჩეს კრიტიკოსებს ნიჩე წაკითხული თავად არა აქვს ნიჩეს კრიტიკოსებსაც კი არ იცნობს მათ ნაშრომებს მაგრამ ის კი იცის რომ არ უნდა დაეთანხმოს მე ამოვხსენი რაღაც ადამიანის ბუნება ოხერი და ტიალი ვერც ერთმა ფილოსოფოსმა ვერ ამოხსნა ადამიანის ბუნება საიდან არ ეზიებენ თუ ეზიებიან ადამიანის ბუნებას ივანიშვილი ბედავს და ამას ამბობს ბერა ივანიშვილი საუკეთესო გეუნება რუსთაველის ქვეყანაზე საუბრობთ ჩვენ ვაჟა-ფშაველას ქვეყანაზე საუბრობთ გალაქტიონის ქვეყანაზე საუბრობთ და ბერა ივანიშვილი საუკეთესო პოეტიაო საუკეთესო მუსიკოსი პოეტიაო საუკეთესო ტექსტები აქვსო და რასაც ანდომებენ სხვებიო რაღაც ვრცელ ტექსტებსო ამან რაღაც ორ კუპლეტში თუ სამ სტრიქონში ჩაატიაო ამას ამბობს თავადაც ხო მაგარია და მისი შთამომავლებიც მაგრები არიან ამ გაუნათლებელ კაცს ეს ამბიციები აქვს და სამწუხაროა აგლახ რომ ჩვენ ქვეყანას სწორედაც რომ ესეთი ამბიციური კაცი მართავს რომელსაც აკიგითხარით და გავიმეორებ გონია ან უნდა მოდი ასე ვიტყვი ასე წარმოთქვამ წინანდებას თქვენი ნებართვით რომ უნდა რომ დედამიწა თუ სამყარო მის გარშემო დედამიწის ცენტრში იყოს ყველა მასზე ლაპარაკობდეს აღნიშნავდეს რომ აი ამდენი და ამდენი ფული რო დახარჯა მეტი ფული ექნებოდა მაგრამ დახარჯა ეკლესიების ტაძრების აღდგენაში აშენებაში რუსთაველის თეატრის გადარჩენაში ოპერის აშენებაში თუ გარემონტებაში აშენებაში არა გარემონტებაში ინტელიგენციის თვის გადაიხადა 3-4 მილიარდი და ასე შემდეგ და გადაარჩინა ეს რაღაც ელიტური რეალურად ინტელიგენცია რეალურად მისი ეს ქმედება იყო სპეცოპერაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგაც რომ ვიცოდით მაინც იმიტომ რომ ლოიალობა იყიდა ბიძინა ივანიშვილი შეასრულა ამით სხვა შორის დავალება რუსეთის ბიძინა ივანიშვილს აქვს ახირებებიც ესეც ვთქვათ აი კარგად უნდა განვარტოთ მაგალითად არაჩვეულებრივია მე ნამყოფი ვარ გულახდილად გეტყვით ბლექსი არენაზე სად არის ინგა შეკვეთილში ხო შეკვეთილში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე ამ 2026-იან 2018-ში აგებ კარდა ხობს ინგა რობერტ პლანტის კონცერტზე ჩემს სურგს უკან 10 თურნავა იყო ხელმარცხნივ კიდე როგორც რომელიღაც თანამდებობის პირი მოკლედ დავესწარით ამ უდიდესი მუსიკოსის კონცერტზე კარგი არენა ვინც ის იქნება ყველაზე კარგიც კი ვინც ის კი არა ნამდვილად ყველაზე კარგი ჩვენს ქვეყანაში მაგრამ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ახირება მან ააშენა ერთი ხანობა შეინახა ეს შენი არენა კარგი კვლავ ვიმეორე ბლექსი არენა მაგრამ რომელიღაც ეტაპზე აღმოაჩინა ამ ბიზნესმენმა მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ ექსელი რომ არ იცის იმ ბიზნესმენმა ასე კავბედა და ვიტყვი კაცმა ფული შონა იცის მაგრამ აი ექსელი ბიზნესით კი არ შეულობს აი რაღაცა სხვადასხვა კომბინაციებით ხლართებით შეულობს ფულს ხო აღმოაჩინა რომელიღაც ეტაპზე ამ კაცმა რომ ეს ბლექსი არენა მის ქართულ ჯგუფს უშუალოდ მას ანუ თუ ქართულ ბანკს ძალიან ბევრი უჯდება ამ მნიშვნელობა აქვს რა რიცხვს ვიტყვი ახლა მაგალითად რაღაც 50 მილიონი ეს 50 მილიონი თითქოს არაფერია მისთვის მაგრამ მისთვისაც კი დიდი ფულია დამოუკიდებლად იმისა 4 მილიარდი აქვს 6 თუ 8 დამოუკიდებლად იმისა იმ წელს კონკრეტულად გამდიდრდა თუ გაღარიბდა ეხლა წელს გაღარიბდა ამბობენ ხო 2026-ს მაშინ მით უფრო დიდი ფულია როდესაც 50 მილიონიც კი როდესაც ღარიბდება იმ წელს იმ პერიოდში ამიტომ შეინახა 1 წელი 2 წელი 3 წელი 4 წელი და თქვანო ისიც რა არის საბოლოო ჯამში მე რატო უნდა მე ხო გაჩუქეთ მე ხო აგიშენეთ ბოდიშ ვიხდი ეხლა აიღეთ მართვაში თქვენ და ეს ბლექსი არენა შესტენა თუ არ ვწდები აჭარის ან კონკრეტულად შეკვეთილის არა უფრო აჭარის ალბათ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ჩაწერა ხო და აი რა ხარჯებსაც იღებდა აქამდე ბლექსი არენა თვის ქართულ ჯგუფი ის უკვე არის ვალდებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა თავრობისა თან მისია
და ფორმალურად შესაძლოა მისი არც არის, აღარ ჩამიხედავს ბოლო ხანებია დოკუმენტაციაში, თუ მისი არ არის, აუცილებლად არის რომელიმე ისეთი ჯგუფის, რომელიც მასთან არის აფილირებული. ახირებული კაცი სხვა რაღაცებსაც იწყებს ხოლმე. კვლავ ვიმეორებ, ლექსი არის და კარგია, კან არა. იდეაში ძალიან კარგია რა ქვია იმას ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მაგრამ ეს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გათვლილი იყო 20, 25, 30,000 კაცი ახირება ჰქონდა აეშენებინა კარგი კამპუსები, კარგი შენობები. იქ 1-2 თუ არ ვწდები, მნიშვნელოვანი ინვესტიცია გადახორცდა, მილიონი გადაიხადა რაღაც ლაბორატორიები და ასე შემდეგ, მაგრამ არასწორი მენეჯმენტისა და გამო ეს პროექტი როგორც ასეთი ჩავარდა. და ნაცვლად იმისა, რომ ყოლოდა 25-30,000 სტუდენტი, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტები, საერთაშორისო უნივერსიტეტია ეს, ყოველ შემთხვევაში სახელწოდებით და მოეყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან ქუთაისში, საქართველოში, იმერეთში, ქუთაისში სტუდენტები, რომლებიც გადაიხდიდნენ რაღაც დარხას და თვითონაც გამდიდრდებოდა რას ნიშნავს, მაგრამ მეტი შემოსავალი ექნებოდა მის ოპერატორს, ქართულ ჯგუფს. 1500 სტუდენტი თუ სწავლობს მაქსიმუმ ისიც ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პროექტი ჩავარდა. არა და ბევრი ფული აქვს დახარჯული და არა მარტო დახარჯული აქვს, არამედ იმ სტუდენტებისათვისაც და უფრო პროფესორ მასწავლებლებისთვის ის მის ჯგუფი, ეს ქართულ ჯგუფი თანხას იხდის. სუსტი ინფორმაცია არ მაქვს, გულახდილად გეტყვით, რა თანხა უჯდება ქართულ ჯგუფს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი წლის განმავლობაში. თუმცა მსმენია, ასე მითხრეს, რომ ეს არის 100 მილიონი ლარი. შევამციროთ, არ არის თქვათ 100 მილიონი. თქვათ არის 50 მილიონი ლარი. დახარჯული აქვს ოლიგარქს, ამის რამდენიმე 100 მილიონი დოლარი და ყოველწლიურად კიდე 50 თქვათ, ან 30 თუ გნებავთ ესე ვიტყვი, 30 მილიონ ლარს იხდის, აი 10 მილიონ დოლარს. მეც, მაგრამ მოდი შევამციროთ და შევამციროთ. იხდის პროგრამების გაგრძელებაში, ელექტროენერგიაში, ხელფასებში, საერთაშორისო ტრენერები, პედაგოგები ყავს მეთქი, პროფესორები, მოწვეული, ლექტორები. ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არის 1500 კაცი კი იხდის რაღაც 1700 თუ 2400 რაღაცა ლარს, მაგრამ სხვაში წვეთია, დეფიციტურია, გარღვევა აქვს. ახირებული კაცი მიხვდა რომელიღაც ეტაპზე, რომ კი ააშენა ეს ყველაფერი, მაგრამ არაფერში არ ადგია არც ქვეყნის მოსახლეობას. იდეაში შეიძლება კარგი გამოსულიყო, გულახდილად გეტყვით ის, რომ ადეკვატური მოთამაშე ყოფილიყო, მას რომ სწორი ბიზნეს პროექტი გაეკეთებინა. და გადაწყვეტილება მიიღო ასეთი, რომ მოდი ახლა ამასაც მოვიცილებ. და მოვიცილებ და მოცილების ამ გზად მექანიზმად ფორმად შეარჩია და ახლა ისე მიქანაძეს ვუბრუნდები. მიქანაძე გითხარით ხო? მიქანაძეში ხო ვისაუბრე, რომ მიქანაძე არის ახლა მინისტრი, მონაკაცი, რომელსაც ციგნი არ გადაუშლია, განათლების მინისტრია, ყველაზე ცუდი ცუდთა შორის, ყველაზე უარესი უარესთა შორის და მიქანაძეს უთხრა, რომ ამგვარი რამ რომ კონკრეტულად ამ უნივერსიტეტთან იმართებაში, რომ მე მჭირდება, რომ ეს აიღოს სახელმწიფო საკუთარ თავზე, უფრო სწორად სტუდენტები, რომლებიც სხვაგან სწავლობენ, ასე მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისში. ისინი გადაპორტირდნენ სწორედაც რომ ქუთაისში. და ამდენი და ამდენი სტუდენტი რომ ყავს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც უნდა გავაუქმოთ, რეალურად უნდა გავაუქმოთ და არა შევუერთოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. აი ტექნიკურ მეცნიერებებზე ვინც ისწავლობენ, ისინი მოდი და გავუშვათ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ამით ჩაეხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქართულ ჯგუფს მისეული გათვლით. ამასთან დაკავშირებით მიქანაძე ბანდიტმა, მიქანაძე მონამ, მაინც და მაინც საბელზე გამოგებული მონა კი არ არის, ასე რომ წარმოიდგეთ. უბრალოდ კაცია ეს, რომელმაც განათლებასთან არ ჩაულია, განათლების მინისტრი ჰქვია, რომელსაც ერთი კრიტიკული აზრი შენიშვნა, ფიქრი არ გასჩენია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ არის მონა. მიაჩნდა და მიაჩნია და მომავალშიც მიიჩნევს, რომ ბიძინამ რომ თქვას, რომ დედამიწა არის ბრტყელი, აქედან გამომდინარე დედამიწა არის ბრტყელი. მიქანაძემ დაიწყო, მოამზადა და დაიწყო
ეს განათლების რეფორმა წოდებული მკვლელობა, რომელშიც არის უამრავი ბოდვა ჩაწერილი, ეხება სასკოლო განათლებასაც, ეხება უმაღლეს განათლებასაც, ბევრი რამ არის ჩაწერილი. მაგალითად, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. აი, ვთქვა, რომ ერთ ქალაქში უნდა იყოს ერთი ფაკულტეტი. რატომ უნდა იყოს? ეს ყველაფერი არის მიმართული მათ შორის კერძო უმაღლესი სასწავლებლების, საერთოდ თავისუფალი აზროვნების მიმართ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, რომელსაც ასევე აუქმებენ ეგრამ ამის პასუხი. და ტექნიკური უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული გპ-ის, უგრებავთ ასე ვიტყვი, მიმართ წინააღმდეგ. და მიქანაზე მოიფიქრა ამ ნაწილში, სხვა ვერავინ ხო მოიფიქრა, მაგრამ მოიფიქრა, რომ მოდიო ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გავაერთიან თუ ცხადია, შეუთანხმა ეს ყველაფერი ბიზნეს იუნიშვილს და ბიზნეს იუნიშვილს მოიწოდა. თუმცა ალბათ ჩაეკითხა რომ კი, მაგრამ რომც გააერთიათ, რომ გავაერთიანოთ ეს სტუდენტები წამოვლენ კი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ქუთაისში. და მიქანაზე დახპირდა, რომ აუცილებლად მოხდება პორტირება. სტუდენტებისა, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობენ ახლა. იმიტომ რომ ფაკულტეტების შემცირდება ამ ეგრეთ წოდებული გაერთიანების შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი. შემცირდება და ამასაც თავის შედეგი უნდა მოხდეს, ეგ რა, მაგის პასუხი ამაზეც თუ მოვასწარი ვახვილებ ყურადღებას. და ბიზნა ივანიშვილმა დაუკრა კვერი, დაეთანხმა ძახილს იშარი დასვეს, არავისთან არ განუხილავთ, არც აკადემიურ საბჭოსთან, არც პროფესორებთან, არც ლექტორ-მასწავლებლებთან, არც სამეცნიერო წრეებში არსად არ განუხილავთ და მიქანაძემ, რომელსაც ორი წიგნი არა აქვს, საკითხული ზუსტად ისე როგორც ბიზნა ივანიშვილს არ აქვს, საკითხული ორი წიგნიც კი, მიქანაძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო ბეჭედ დასმულად. ატყდა ახლა დიდი ამბავი. ეგრეთ წოდებული გპ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორა გამოდის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორა გამოდის, სტუდენტები შეუერთდებიან თუ არა ბევრი სტუდენტი. არ ვიცით, დიდი შეურაცხყოფაა ამ ხელას წარსული და ისტორია აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე უფრო ასაკოვანია ტექნიკური უნივერსიტეტი. თუ არ ვცდები, კი არ ვცდები. და ასე შემდეგ. ეხლა მოიგებს თუ არა აკადემიური სექტორი ამ კამპანიას, დაახევინებს თუ არა მიქანაძის ანუ ივანიშვილს, უკან ეს მე არ ვიცი, გულახდილად გეტყვით. მაგრამ ის კი ვიცი რა განზრახვა ჰქონია თურმე და აღარც მალავს ამას ბანდიტი მონა მიქანაძე ამ ყველაფერს. ერთი ფაკულტეტი თუნდაც, ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის ერთი ფაკულტეტის პრინციპზე დაყრდნობით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უნდა გადავისროლოთო სტუდენტებიო, ამას ღიად ამბობენ პრაქტიკულად. მაგრამ ბიზნა ივანიშვილს ერთი კურდღლის დაჭერა კი არ უნდა. ბიზნა ივანიშვილს უნდა 2 ან 3 კურდღლის დაჭერა. მას აქვს ძალა და ჭკუა აღარ უნდა. სილა ეს ჭკუმა ნინადა, ხო ჭკუა არ სჭირდება. ჭკუას არ ატანს არაფერს. ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი. და გარდა ამისა ებრძვის იდენტობას, ყველაფერს აბსოლუტურად რაც ქართულთან არის დაკავშირებული, სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული. ამასობაში თავისუფლდება და ეს უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია, ამბავია, რაკურსია, თავისუფლდება შენობები. ეხლა მე ზეპირად რომ აღვიდგინო, ეხლა მე ხო არ ვიცი საბოლოო ჯამში რა აქვს ბალანსზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ან გპ-ს. მაგრამ რაც ვიცი, აი ის კი გავიხსე, იმას კი გავიხსე. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე თუ არ ვცდები კორპუსები ტექნიკური უნივერსიტეტის, ანუ სააკაზეზე მდებარე კორპუსები. კოსტავაზე მდებარე კორპუსები, გადმოღმა მდებარე კორპუსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავად შენობა არქიტექტურული თვალსაჩინით არის ძალიან მაგარი, ძალიან კარგი. შემიძლია ჩავხედო რომელ წელს არის აშენებული. საბჭოთა კავშირის დროს არის, მაგრამ კონკრეტულად რომელ წელს არის აშენებული. ეს თავისუფლდება და გამონახავს ბიზნა ივანიშვილი რომელიმე იმ ჯგუფს რომელიც ვითომ და ინვესტიციას განახორციელებს ამ შენობაში, აშენებს მაგალითად იტყვის რომ აქ გარემონტდება და აშენდება სასტუმრო, პირობითი სახელწოდებით რაღაც ჰილტონი, პირობითად ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ ლაპარაკობ უარყოფითად ამ ბრენდზე, ან რა ვიცი, რედისონი პირობითად ლაპარაკობ, ან სხვა რომელიმე ბრენდი, ჰაიატი მაგალითად, და ეს იქნება ჰაიატ თბილისი რაღაც ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰაიატ უნივერსიტეტი ერქმევა ამ სასტუმროს, ამით იდენტობა ხო შენარჩუნდებაო ტექნიკური უნივერსიტეტისაო, 5 ვარსკვლავიანი იქნება და ჩამოვლენ და ფულს დახარჯავენ რუსები თუ არაბებიო. არ ვამახვილებ ეროვნებაზე ყურადღებას მაინც და მაინც განსაკუთრებით არაბებზე არ ვლაპარაკობ ხა უარყოფით კონტექსტში, მაგრამ ჩამოვლენ ტურისტებიო მოკლედ თითქოს. გადაიხდიან
რაღაც 150-200 ერთ ღეღამეშიო და ეს ხო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. ტექნიკური უნივერსიტეტი ხო მნიშვნელოვანია, როგორც შენობა. როგორც ინსტიტუციას, როგორც ინსტიტუტიც, როგორც აკადემიური სივრცეც, მაგრამ როგორც შენობა ასევე. და ის გაუქმდება პრაქტიკულად. არანაირ შერწყმა არ მოხდება და ეხლა მე გეკითხებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იდენტიფიცირებული ჩვენთვის პირველ განსაკუთრებით, უბრალოდ ასე ვიტყვი, პირველ და მეორე კორპუსით. ვინ თქვა, რომ ამ პირველ კორპუსს 1915 წელს ამ შენობაში პირველ კორპუსში გარდაიცვლება ვაჟა-ფშაველა. 1918 წელს პეტრე მელიქიშვილი შევა ამ შენობაში და 8 თებერვალს, დღე-დღეზე 8 თებერვალი კი იქნება. ხო? უნივერსიტეტის დაარსებიდან შესაბამისად 108 წელიწადი გავა. პეტრე მელიქიშვილი იქნება პირველი რექტორი, ივანე ჯავახიშვილი, რა ვიცი, ნიკოლაძე, აკაკი შალიძე, ვინ არა იყო, ხო, წლების, 10 წლეულების განმავლობაში. ივანე ჯავახიშვილი გააგდეს საერთოდაც. უნივერსიტეტიდან. ვინ თქვა, რომ პირველი და მეორე კორპუსები ყველაზე გამორჩეული რაც რომელებიც არის, ხო? არ იქნება გაყიდული. და იქ თუ ჰაიატი არა, რომელიმე სხვა ბრენდი ავიღოთ, მაგალითად მაგალითად ისორი თქვით, ხო? მაგალითად რა შერატონი, ან ჰილტონი არ იქნება, ხო? განთავსებული. ჰილტონ რაღაც უნივერსიტეტი, ან ჰილტონ სტეიტ უნივერსიტეტი, 5 ვარსკვლავი. ის სკვერია ქარაჩვეულებრივი. მიზნა ივანიშვილი ისეთი თავხედი კაცია, შეიძლება გითხრათ, რომელი გვითხრას, რომელიღაც ეტაპზე რომ მადლობა მითხარით, რომ ივანე ჯავახიშვილის თუ სხვათა საფლავებს ტოვებ იმ სკვერშიო. ეს ხო მაინც გავაკეთე, ასე შევინარჩუნე ინვესტორთან მოლაპარაკებით, შეთანხმებით, იდენტობა იმ სკვერისა თუ იმ სივრცისა. გამორიცხავთ? სამაგიეროდ რუსები ივლიანო, ახლა ასე ვიტყვით ქრისტესებართი. ტურიზმი გაძლიერდებაო, უკეთეს მდგომარეობაში ვართ ჩვენ ახლა როგორც ქვეყანა და ინვესტორი შემოდის. ტურისტები მეტი არიანო, ვერ ყოფნის საწოლი ადგილებიო. და ესეთი კარგი სივრცე დედაქალაქის ცენტრთან არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერს მოსდევს რუსთავში კამპუსების აშენება, სტუდენტების მოცილება დედაქალაქიდან ზოგადად და დედაქალაქის ცენტრიდან მით უფრო. არა, მსოფლიოში არის ეს ტენდენცია. ქალაქ გარეთ გადის უმრავლეს შემთხვევაში ახალ შექმნილი, მოდი ასე ვიტყვი, უნივერსიტეტები, მაგრამ ის ტრადიციული უნივერსიტეტები, რომლებიც იყვნენ, რომლებიც არსებობდნენ და არსებობენ დედაქალაქების ცენტრებში, ისინი არ გადის. მათ არ აგდებენ სივრცეებიდან დედაქალაქ. და რაც შეეხება ბიზინა ივანიშვილს, მას უნდა რომ დედაქალაქის ცენტრში თავმოყრილი არ იყოს ის ჯგუფები, ამ შემთხვევაში სტუდენტები, რომლების მის წინააღმდეგ უკვე გამოდიან და ყველას მომავალშიც აუცილებლად გამოვლენ. ორი კურდღელი, ესე იგი, ერთი აძლიერებს საკუთარ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, მინიმუმ 2 კურდღელი უნდა რომ დაიჭიროს. მეორე აპირებს რომ გაყიდოს შენობები. ხა რა ფორმით მოხდება? ახალი აკადემიური საბჭო შეიქმნება, ახალი საერთოდ საუნივერსიტეტო იურიდიული პირი დაარსდება, ძველები გაუქმდება, ახალი აკადემიური სექტორი ეყოლება თუ არა, საბჭო, სხვა რექტორები იქნებიან თუ ერთგან თუ მეორეგან, უბრალოდ ერთი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ იქნება თუ არა სამუშია და კიდე ის რაგვარიც არის გპ-ის რექტორი, ის ალბათ აღარ იქნება რასაკვირველი, მიუხედავად იმისა, რომ თავი დადო გილიოტინაზე და მომაჭერიო უთხრა შეუთვალა ბიზინა ივანიშვილი. ეს უკვე ტექნიკის საკითხია. ის სიგრძე განებს თუ არა უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული ტექნიკური უნივერსიტეტისა და უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა ალმა მატერი რა მდგომარეობაში, მათი ალმა მატერი. რა მდგომარეობაში არის და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვერ გეტყვით. მე ვიყავი ახლდით აქციაზე ამ 4-5 დღის წინ, 3-4 დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ნახე, არაჩვეულებრივი სტუდენტები, ჯანმრთელები, სწორები, ვისაც ველაპარაკე, ართებული პოზიცია აქვთ მათ, მაგრამ ნახე სულ, ავიცი, 100-200 სტუდენტი. და ნახე სულ 30-40 პროფესორი. ეგუებით ხალხო.
თუ გგონიათ რომ გადარჩებით და არ ჩამოგართმევთ სწავლის უფლებას იმ ლექტორებს, პროფესორებს, რომლებიც თუნდაც შეგუებულნი ხართ, არ მოხდება ასე, ვინც დაალაგდება მათთან განათლების მინისტრ მიქანაძესთან ან ვინმე სხვასთან. ის ასწავლის, ვინც ვერ დაალაგდება, სულ რომ ხურმოჭრილი მონა იყოს ბიზინა ივანიშვილისა მაქებარი, ის განთავისუფლება ჩამორთმეული ექნება სტატუსი, ხარისხი და ასევე გაგდებული იქნება ახალი აკადემიური, ვითომ გაერთიანებული სივრცით. თქვენ კი სტუდენტებს მიმართავ ახლა, ახალგაზრდებო, რომლებსაც გიჭირთ ძალიან, კიდევ უფრო მეტად გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ შრომით ბაზარზე თქვენი ადგილი არ არის ახლაც კი და მით უფრო აღარ იქნება, როცა დაამთავრებთ ამა თუ იმ ფაკულტეტს ქუთაისში, ან რუსთავში, ან გაერთიანებულ რაღაცა უნივერსიტეტო წოდებულ სივრცეში. თქვენ გიბიძგებენ რომ გადახვიდეთ ინგლისურით თუ იცით call ცენტრებში და ისე იშოვოთ ფული. თქვენი ცოდნის მიხედვით, ცოდნაზე დაფუძნებულ სამსახურებს ვერ იშოვით, ამგვარ სახელმწიფოს ქმნის ბიზინა ივანიშვილი. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, უკვე ახლა დღეს, დღეს რა რიცხვის არის 2 თებერვალს, უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში. ზოგადად პოლიტიკა ბანდა ხელისუფლებისა და კონკრეტულად ეს პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, წოდებული მკვლელობა, რეფორმა წოდებული მკვლელობა და უფრო კონკრეტულად კიდე ამ ორი უნივერსიტეტის ვითომ შერწყმა, რეალურად კი ორივეს გაუქმება უნდა გავაპროტესტოთ ყველა. კურსდამთავრებულებმა მე არ ვასწავლი უნივერსიტეტში. არც ერთში და არც მეორეში. მაგრამ მე უნდა ვიყო იქ ყოველდღიურად. თქვენ ხარ უნდა ვიყო, იმიტომ რომ ჩემი შვილი ასე 15 წელიწად, არც კი 13 წელიწადში, 12 წელიწადში. ხო? უნდა გახდეს უნივერსიტეტის მინდა რომ გახდეს სტუდენტი. აი, მაგალითად ფილოსოფიის ფაკულტეტის, მაგრამ თუ არ იარსებებს ეს ფილოსოფიის ფაკულტეტი, ისი სტუდენტი უნდა გახდეს? მაგალითად, ან რაღაც მაღალი ტექნოლოგიების სიტყვაზე ვამბობ, რაღაც არის კიდე რომელიმე სხვა ფაკულტეტის. არის თუ არა ეს წესით ბიზინა ივანიშვილისთვის ცუდი, რასაც ჩადის. ამდენი დამშეული მოქალაქე, ამდენი უკმაყოფილო მოქალაქე, სტუდენტები, პროფესორები, თუ სინერგია არ იქნა, თუ ერთობა ამ თვალსაზრისით არ იქნა, ჩაიკეტებიან ეს სტუდენტები ცალკე სამზარეულოებში, ვინც სამსახურს ვერ იშოვის, გარკვეულ შემთხვევებში სპარში და გარკვეულ შემთხვევებში call ცენტრებში. ჩაიკეტებიან ისინი საკუთარივე სახლებში ან ბირჟებზე გავლენ და ამზე სუმზირას ჩაკონეტენ, ხოლო პროფესორები მოიხურავენ კუბოკრულ პლედებს, ფეხებს გახუპენ ფლოსტებში და დალევენ ჩაის. და ასე მოკვდება, რომ ვერ აღდგა და რომ ვერ გაიმართა წელში ის განათლების სისტემაც. კი. თქვენ ისნებართ დინგას ვკითხავ, კარგად ავხსენი? საუკეთესოდ. ჩემი გულშემატკივარია.